მშვიდობისა კიდევ ერთხელ თქვენ უყურებთ კურიერს 9 საათზე. მიმდინარე კვირას უნდა შევიდეს არჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში. საუბარია დოკუმენტზე, რომელთაც მმართველი გუნდი 10-მდე პარტიის არაკანონიერად გამოცხადებას ითხოვს. არჩელი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის 450 გვერდიანი ანგარის ეყრდნობა. საბოლოო გადაწყვეტილება სასამართლომ არჩელის ჩაბარებიდან 9 თვიან ვადაში უნდა მიიღოს. ქართული ოცნება თვლის, რომ პარტიებთან ერთად პოლიტიკური აქტივობა უნდა აეგრძელოს კონკრეტულ პირებსაც. მართულ გუნდში ამტკიცებენ, რომ პროცესი პოლიტიკური ველის გასაჯანსაღებლად აუცილებელია. 6 თვეში საგამოძიებო კომისიაზე საზოგადოებამ ნახა ასეულობით ადამიანი, რომელიც მოვიდა და იმის გადაურჩა იმ რეჟიმს, პირდაპირ მოყვა ის ჯოჯოხეთური სურათები, რაც მას და მის ოჯახს გადახდა თავს. ამას გარდა უამრავი მტკიცებულებები არსებობს, მათ შორის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული და ბოლოს უკვე პირდაპირ საჯარო ეთერში მთელ მსოფლიოს მიერ დანახული დამხობის პროცესი 4 ოქტომბერს. აქედან გამომდინარეობს ზუსტად ის, რომ ძალიან ბევრი მტკიცებულების მოძიება აღარ დაჭირდება საკონსტიტუციო სასამართლოს იმისთვის, რომ ქართულ პოლიტიკას ჩამოაცილოს ვითომ პოლიტიკური ძალა, ეს ძალადობრივი რეჟიმი, რასაც ქვია ნაცმოძრაობა, თავის სატელიტებთან ერთად, იმიტომ რომ ქართულმა პოლიტიკამ ამოისუნთქოს და ახალი ძალები მოვიდნენ ქართულ პოლიტიკაში. არჩელის მთავარი მიზანია ის, რომ ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები გაჯანსაღდეს, პოლიტიკაში ადგილი ჰქონდეს მხოლოდ ხალხის ინტერესების დაცვას და ადგილი ჰქონდეს არა რადიკალიზმს, დამხობას, არამედ შინაარსობრივ განხილვას. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ არჩელით დასრულდება და შევასრულებთ იმ დანაპირებს, რაც ჩვენ ამორჩეულს მივეცით და პოლიტიკურ ასპარეზზე გაჩნდება მხოლოდ ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც ორიენტირებული არიან ხალხის კეთილდღეობაზე. მეორე მოსმენით იწყებს პარლამენტი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონში ცვლილების განხილვა. საკითხზე დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იმსჯელებს. საუბარია სიახლეზე, რომლის მიხედვითაც სასამართლოს მიერ რიგ კორუფციულ დანაშაულში მხილებულ საჯარო მოხელეებსა და პოლიტიკური თანამდებობის პირებს ქონებრივი დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება 30 წლის განმავლობაში შეუნარჩუნდებათ. ამჟამად მოქმედი კანონმდებლობით თანამდებობის პირს დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება მხოლოდ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში აქვს. უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ აღნიშნული ცვლილება ქვეყანაში კორუფციულ დანაშაულთან ბრძოლას უფრო აქტიურს გახდის. კორუფციის კანონში შესწავლილი ცვლილება გულისხმობს, რომ ადამიანებს, პირებს, ვისაც აქვთ ბრალი და დანაშაული დადგენილი კორუფციის მიმართულებით 30 წლის მანძილზე იქნებათ ვალდებულება, რომ დეკლარაციები შეავსონ. დეკლარაციაში პირნათლად უნდა იყოს ასახული ის თანხები და ის ქონება და აქტივი, რასაც ისინი ფლობენ. შესაბამისად, ამ ცვლილებამ უნდა გაუკეთოს პრევენცია იმას, რომ ვერავინ შეძლოს მოპარული და კორუფციის შედეგად მითვისებული თანხების თუ ქონების შემდგომში თავისუფლად გამოყენება. ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეას ღია წერილს უგზავნის ლევან მახაშვილი. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე განმარტავს, თუ რატომ შეიკავა თავი საქართველოს ერევანში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მე-12 პლენარულ სესიაში მონაწილეობისგან. სულ უფრო მეტად ვართ შეშფოთებული ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში ჩართული ზოგიერთი ევროპარლამენტარის, ისევე როგორც მთლიანად ევროპარლამენტის ქმედებით, რომელთა მტრული რიტორიკა და ნაბიჯები ეწინააღმდეგება პარტნიორებისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპებს. განზრახ დამახინჯებული და ცრუ პოლიტიკური განცხადებები სულ უფრო მეტად ხდება იმ ევროპარლამენტის არის ქმედების ნაწილი, რომელიც საქართველოში ფაქტების მტკიცებულებებისა და ქართული ხალხის ნების ნაცვლად უპირატესობას დანაშაულში მსჯავრდებულ თავიანთი პოლიტიკურ პარტნიორებს ანიჭებენ. ქართულმა საზოგადოებამ მიხილა თუ როგორ უერთდებოდნენ აღნიშნული ევროპარლამენტარები საქართველოს პარლამენტის წინ გამართულ საპროტესტო აქციებს, რაც სცილდებოდა საპარლამენტო დიპლომატიის ფარგლებს. ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში ევროპარლამენტის დელეგაციის ზოგიერთი წევრი აკეთებდა ისეთ განცხადებებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ახალისებდა საზოგადოებრივ არეულობას, რადიკალიზაციასა და ძალადობას. ასევე საქართველოს შესახებ ევროპარლამენტისა და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციები და ანგარიშები კვლავაც უგულველყოფენ ქართული ხალხის დემოკრატიულად გამოხატულ ნებას. ამასთან ღრმად ვართ შეშფოთებულები ევროპარლამენტარების გადაწყვეტილებით პლენარულ სესიაზე სამოქალაქო საზოგადოების საფარით მოიწვიონ პირები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი მონაწილეობდნენ ან მხარს უჭერდნენ არჩევნების უარყოფას, ლეგიტიმური დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრასა და საქართველოში ხელისუფლების დამხობის ბოლოდროინდელ მცდელობას. აღნიშნულის გათვალისწინებით საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ თავი შეიკავა ერევანში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მე-12 პლენარულ სესიაში მონაწილეობისგან. ჩვენ მოუწოდებთ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეას დაფიქსირდეს ზემოთ აღნიშნულ ლეგიტიმურ კითხვებზე და დაუბრუნდეს ასამბლეის ფუძემდებლური პრინციპების პატივისცემას, წერს მახაშვილი.
ხამის საათისთვის დასრულდა რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია. მალევე აღდგა ტრანსპორტის მოძრაობაც. დემონსტრანტები თავდაპირველად რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და პარლამენტის შენობამდე მსვლელობით მივიდნენ. ხელფასის მისაღებად ბრძოლას უწოდებს რუსთაველზე მიმდინარე პროცესებს მმართველი გუნდი. ადამიანები, ვინც რუსთაველზე გამკაცრებული კანონის მიუხედავად მაინც გამოდიან, არიან ისინი, ვინც წლების მანძილზე იღებდნენ სწორედ ამ დესტრუქციული მოქმედებებისთვის და ექსტრემიზმისთვის დაფინანსებას. ამიტომ მათ როგორც ჩანს, ახლაც რაღაც გარკვეული დაფინანსება აქვთ დაგროვილი და მისაღები, შესაბამისად ამ ვითომ მათ თავგანწირვას შეიძლება უწოდოთ დაფინანსების და ხელფასისთვის გაღებული თავგანწირვა. აფეთქებების ხმა ისმოდა ღამით მოსკოვის ოლქის სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის რუსეთის დედაქალაქშიც. მოსკოვის მერი იტყობინება, რომ შეტევა იყო უკრაინული დრონებით. მისივე ინფორმაციით, რუსეთის საჰაერო თავდაცვამ 20 დრონი ჩამოაგდო. პარალელურად კიევში 2 დღის წინ ოკუპანტების მიერ საცხოვრებელ კორპუსზე იერიშის შედეგად მიმდინარე სამაშველო სამუშაოები დასრულდა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, პროცესი დაზიანების მასშტაბების გამო გახანგრძლივდა. ვლადიმერ ზელენსკი ასევე ამბობს, რომ უკვე მიღებულია გადაწყვეტილება უკრაინისთვის დამატებითი მირაჟის მოიერიშე თვითმფრინავებისა და საჰაერო თავდაცვის რაკეტების მიწოდებასთან დაკავშირებით. სლოვაკეთი ევროკავშირის არც ერთ პროგრამაში არ მიიღებს მონაწილეობას, რომელიც უკრაინის სამხედრო დახმარებას აფინანსებს. განცხადება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გაავრცელა. რობერტ ფიცო ამბობს, რომ სლოვაკეთს ამგვარ ფინანსურ სქემებში ჩართვის უფლებას არ მისცემს. სლოვაკეთის პრემიერმა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებიც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ზომები ევროპას უფრო მეტად აზიანებს, ვიდრე რუსეთს. ისრაელელი მძევლების ცხედრების სამძებრო ოპერაციაში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი და ეგვიპტიდან სამძებრო ჯგუფები ჩაერთნენ. ინფორმაციას როიტერი ისრაელის მთავრობის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემაზე Times of Israel წერს, რომ ამჟამად ჯგუფები ღაზის სამხრეთით მდებარე ქალაქ რაფახში მუშაობენ. ჰამასი კვლავ ამტკიცებს, რომ 13 ცხედარი სავარაუდოდ ნანგრევების ქვეშ არის მოყოლილი და მათი პოვნა ამ ეტაპზე შეუძლებელია. ისრაელის მთავრობა კი დარწმუნებულია, რომ ჰამას შეუძლია ცხედრების გადაცემა, თუმცა მათ ადგილსამყოფელს მიზანმიმართულად მალავს. რაც ისრაელის მტკიცებით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დადებული გარიგების პირდაპირი დარღვევაა. და კვლავ საქართველოს ბრაკონიერობის წინააღმდეგ ქვეყანაში გრძელდება ბრძოლა. ნადირობის სეზონის გახსნიდან 2 თვეში გამოვლენილია 600-ზე მეტი სამართალდარღვევა. მათი უმეტესობა აკრძალული იარაღით ან მეთოდით ნადირობას უკავშირდება. გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს კანონის დაცვისკენ მოუწოდებს, სამართალდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში კი მათ ცხელ ხაზზე დაკავშირებას თავაზობს. გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით უზრუნველყოფს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უკანონო ნადირობის ფაქტების პრევენციას გამოვლენას აღკვეთას 2025-26 წლის სეზონზე, სეზონის გახსნიდან დღემდე 629 ფაქტია გამოვლენილი, რაც მოიცავს როგორც ადმინისტრაციულ, ასევე სისხლის სამართლის ნიშნების შემცველ საქმეებს. ბრაკონიერობაზე გათვალისწინებულია როგორც ადმინისტრაციული, ასევე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ზომები. კამპანიის გამომყევი აჭარაში გამარჯვებულები დააჯილდოვეს ბათუმში. ინიციატივამ წელს სოციალურ ქსელებში რეკორდული რაოდენობის აქტიურობა გამოიწვია. აჭარის შესახებ 6000-მდე პოსტი გამოქვეყნდა. საერთო ჯამში კი კომპანიამ 500 მილიონამდე წვდომა დააგროვა. გამომყევი აჭარაში რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით 2023 წლიდან ტარდება. მიზანი აჭარის როგორც 4-ვე სეზონზე მიმზიდველი მრავალფეროვანი ტურისტული მიმართულების პოპულარიზაცია და ქართველი ბლოგერ ინფლუენსერების ჩართულობით შიდა ტურიზმის განვითარება. სასწაული ადგილები ვნახე პირველ რიგში. ძალიან მიხარია, რომ ეს მქონდა ჩემთვის პირველ რიგში შესაძლებლობა და სხვებისთვის, რომ დაენახათ ისეთი ადგილები, შეიძლება ვიღაცა ვერ მივა სადღაც უბრალოდ რაღაც გამომდინარე. მაგრამ ჩემ გვერდზე ისინი ნახეს ისეთი ადგილები, რაც ყველა ადამიანს უნდა ნანახი ქონდეს. ჩემი პირველი მონაწილეობა იყო ეს პროექტში და საერთოდ სხვა შესაძლებლობები გამიჩინა ჩემს კარიერაშიც. რაც შეეხება ჩემს მეორე ადგილს ველოდებოდი, თავიდან რომ ჩემს კონკურენტს რო შევხედე, როგორი ტემპითაც მიდიოდა პირველისკენ, სიმართლე ძალიან დიდი წინააღმდეგობა აღარ გამიწევია და
უკეთ კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა პროექტს კამპანიის ფარგლებში შექმნილ ფოტოებს, ვიდეოებს და პოსტებს 9 მილიარდზე მეტი წვდომა აქვს, 6000-ზე მეტი პოსტი გამოქვეყნდა აჭარის ტურისტული ადგილების შესახებ, 40-ზე მეტი ბლოგერი მონაწილეობდა ფოტოგრაფი და ინფლუენსერი კამპანიაში, მსგავსი ტიპის კამპანიები გვეხმარება ერთის მხრივ რომ აჭარა კიდევ უფრო პოპულარული გავხადოთ შიდა ვიზიტორებში, რაც გაზრდის შიდა ვიზიტებს ზოგადად რეგიონში. ბელარუსიდან გაშვებული საჰაერო ბურთების გამო, რომლებიც სიგარეტის კონტრაბანდისთვის გამოიყენება, ლიეტუვაში ვილნიუსის აეროპორტმა რამდენიმე საათით მუშაობა ისევ შეაჩერა. დაიხურა ქვეყნებს შორის სახმელეთო სასაზღვრო ორი პუნქტიც. ქვეყნის პრეზიდენტი ამბობს, რომ თუ მინსკის მხრიდან მსგავსი ფაქტები გაგრძელდება, ის მზადაა კალინინგრადის ოლქში ტრანზიტის შეზღუდვის წინადადება განიხილოს. ადგილობრივი medიის ინფორმაციით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ბელარუსიდან კონტრაბანდული სიგარეტით დატვირთული საჰაერო ბურთების გამო ვილნიუსის აეროპორტი უკვე მესამედ დაიხურა. 6,5 ტონა კოკაინი ამოიღო ესპანეთის პოლიციამ ამერიკელი სამართალდამცველებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე. ნარკოტიკი დატვირთული გემი კანარის კუნძულებთან ტანზანიის დროშის ქვეშ ცურავდა. პოლიციის განცხადებით, ნარკოტიკი გემის კონსტრუქციაში სპეციალურად მოწყობილ სათავსოში იყო დამალული. ქვეყნის ხელისუფლების შეფასებით, ბოლო წლების განმავლობაში ეს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ანტინარკოტიკული ოპერაცია. ლუვრის უსაფრთხოების ერთი წევრი ქურდებთან თანამშრომლობდა ინფორმაციას ტელეგრაფი ავრცელებს. საქმესთან დაკავშირებულ წყაროებზე დაყრდნობით გამოცემამ გაარკვია, რომ ეჭვმიტანილს მძარცველებთან დანაშაულის ჩადენამდე ჰქონდა კონტაქტი. გამოძიების ვერსიით, ქურდებმა მუზეუმის უსაფრთხოების სისტემის შესახებ შიდა კონფიდენციალური ინფორმაცია წინასწარ მიიღეს, რისი საშუალებითაც გაარკვიეს თუ საიდან უნდა მოხვედრილიყვნენ შენობაში. ტელეგრაფის ინფორმაციით, გამოძიებას ამას ციფრული მტკიცებულებები აქვს ამის შესახებ. შეგახსენებთ, 19 ოქტომბერს ლუვრში 4 ბოროტმოქმედმა შეაღწია მათ საიმპერატორო კოლექციიდან 9 ექსპონატი გაიტაცეს. ნაძარცვის საერთო ღირებულება 88 მილიონი ევროა. დღეს ამბების ნახვა ვრცლად ჩვენს ვებგვერდზე rustavi2.g შეგიძლიათ. მე კი ამით ათამდე გემშვიდობებით. დროებით. დროებით, ანუკა. და გემშვიდობებით.